ამასობაში 22 იანვარია საღამოს 9 საათი და ტრამპი და რუსეთი იქნება ამ ვიდეოს თემა. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გააკეთეთ დონაციები, ანგარიშები მითითებულია პროფილზე. რატო წერ ახლა ამ ვიდეოს? მოგეთ ინაგურაციის მერე დღეს ტრამპმა მოკლედ გაახმოვანა თავისი პოზიცია რუსეთთან და ამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. პრინციპში ეს შეთავაზება კი არ იყო უფრო მუქარა რუსეთის და პუტინის მიმართ. და რა თქვა, ახლა შევეცდები მოკლედ მოვყვე. თავიდან ახსენა რა თქმა უნდა, რომ არაფერი საწინააღმდეგო მე რუსი ხალხის არ მაქვს. ან კაი თვალით უყურებო. თვითონ პუტინთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვისო და ეს ომიც არ მოხდებოდა მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი. მაგრამ მოხდაო და უნდა დავამთავროთო მოკლედ ეს ომიო და ორი გზა არისო იოლი გზაო, არის რთული გზაო. მე მირჩევნიაო რომ იოლი გზით წავიდეთო და პუტინსაც ურჩევო რომ ამ იოლი გზით წავიდეთო, ანუ ჩემ შეთავაზებებს დათანხმდესო რა. არ გააფიჩინოს ფეხებიო, იმიტომ რომ მე მომიწევსო იქ კაცრი ღონისძიებების მიმართო, იქ ექსპორტის გადასახადებს შემოვიღებო, იქ ნავთობზე რაღაც აკრძალვებს, კიდევ უფრო სანქციებს გავამკაცრებო. ამგვარად ისეთ დღეში ჩავაგდებო მაინცო რომ სხვა გზა აღარ ექნებაო რომ მაინც მოვაო და მოლაპარაკებებზე დაждდებაო. ამიტომ ურჩევო რომ ნუ წავაო ესე შორი გზითო, იოლი გზითო, აქვე მოვილაპარაკოთო უმოკლეს ხანებშიო რა. ტრამპის შეთავაზება პრინციპში რა არის, ახლა რაც კულუარულად ხმოვანდება რა. მოგეთ ტერიტორიებზე ბაზარი არ არის, იმ 20%-ს რომელიც რუსეთს აქვს ახლა ოკუპირებული, იმას აძლევენ. უკრაინის ტერიტორიის 20% დარჩება რუსებს. ეს ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის ოლქები და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი და ну რაღაც იქ მცირედი ნაწილები, რაღაც კურსკის ოლქის იმაში გაიცვლება ალბათ რაღაცა იმან ეს უნიშნელო იმაზეა საუბარი. და პლუს ну ნატოში უკრაინის მიღებასაც რაღაც ვადით გადავდებთო რა. ანუ დღეს ეს რგიდან ამოვიღებთო. ხო, მაგრამ როგორც ჩანს პუტინი ამაზე არ არის თანახმა და კრემლთან დაახლოებული ისინი ამას ახმოვანებენ კიდევაც რა. პირველი რასაც რუსები კატეგორიულად ითხოვენ ეს არის რომ არანაირი გადავადება შეთანხმებაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უკრაინა არასოდეს არ გახდება ნატოს წევრი. ანუ ნატოს შემდგომი გაფართოება აღარ მოხდება რა. ეს არის მთავარი მოთხოვნა და პლუს ამას სავარაუდოდ რუსებს აქვთ რაღაც მოთხოვნები სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით და აგრეთვე უნდათ რომ გარკვეული კვოტები დაუწესდეს უკრაინის არმიას. ანუ არმია რაღაც რაოდენობაზე მეტი არ უნდა ყავდეს და შეიარაღების რაღაც სახეობები არ უნდა ქონდეს. კერძოდ მე მგონი ფლოტზე და ავიაციაზეა საუბარი რა. აი ესეთ მანდაზეა მოკლედ პუტინი და ამის საფუძველს აძლევს დღესდღეობით ფრონტზე არსებული სიტუაცია, სადაც ინიციატივა რუსების ხელშია, ისინი დომინირებენ და ყოველ დღე რაღაც ახალ ტერიტორიებს იკავებენ. ну როგორც ჩანს ტრამპი არ არის ამაზე თანახმა ახლა სად არის ეგრე რომ ყველაფერი პუტინს რაც უნდა რა და ამით იყო განპირობებული ეს საკმაოდ ესეთი კაცრი და ხისტი რიტორიკა რა. რომ არა ახლა თქვენ რო გინდათ ეგრე არ გამოვა, თუ აზე არ მოხვალთ რაღაცნაირად მოგიყვანთ აზე. ხა ვიღაცა იკითხავს უკრაინა სად არისო ამ დროსო რა, ეს ზელენსკი და ეს. ხო, მე როგორც მივხვდი უკრაინას აქ არავინ არაფერს აღარ ეკითხება უკვე რა. ეს ორი კაცი უნდა შეთანხმდეს და როგორც ესენი შეთანხმდებიან, ისე იქნება. ზელენსკი კი წინააღმდეგია საერთოდ, არ უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ну იძულებული გახდება ესე თulis ტრამპი. ომის შეჩერება და ის არ უნდა ევროპასაც დღეს პირდაპირ ღია განცხადებები გაკეთდა რომ ჩვენ გვაწყოსო რომ ომი რაც შეიძლება მეთხანს გაიწელოსო, იმიტომ რომ რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზად არ ვართო და დრო გჭირდებაო. 5 წელიო რომ მომემზადოთო და ამ 5 წლის განმავლობაში თუ იქნება ომი და უკრაინელები გაწყდებიან, ეგ გვაწყობსო რა, ეგრე გამოვიდათ ევროპელებს რა. ხო, ეს ზელენსკიც ახლა ევროპაში ამ დავოსზე დადის და რაღაც თავის იმეს პირობებს აჟღერებს რაღაცებს, რავი, 200,000-იანი ევროპული კონტინგენტი უნდა შევიდესო, ცეცხლიო შეწყდებაო, სამშვიდობო უკრაინაში უნდა შემოვიდესო, მერე, რავი, 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იცო, ისიც დაამატა.
დემილიტარიზაციაზე არ ვართო ჩვენ თანახმად ჯარის შემცირებაზე და იმაზეო. მოეთყობა ზელენსკისაც უთხრეს, რომ აი ესეთი მოთხოვნა მოდის პუტინისგან და ზელენსკიც ფეხებს აფიჩინებს რა. ხო, მოკლედ ესეთი სიტუაცია, ხა დისპოზიცია ესეთია რა, ტრამპის შემოთავაზება, პუტინი არაა თანახმად, ზელენსკი არ არის თანახმად, ევროპა არ არის თანახმად რა. ხა ტრამპის ამოცანა ისეთი არგუმენტები დაუდოს ყველა მხარეს, რომ ხო ვეღარ გაატრაკონ რა იმათმა და დაждენ და როგორც არის რა, ეხა იქ მერე მოლაპარაკებებზე იქეთ, ცოტა აქეთ რაღაცაზე შეთანხმდნენ რა. ხო, დედლაინი აქვს გამოცხადა ტრამპმა 100 დღე იქ თავის სპეცწარმომადგენელს ამ საკითხებში უთხრა, რომ 100 დღეში უნდა მორჩესო ყველაფერიო რა. ან ცეცხლი უნდა შეწყდეს მოლაპარაკებების ის, დაიძრას მაინც ადგილიდან რა. მე ეს შეთანხმებას რამდენი ხანი დაჭირდება და როდის იქნება. ხო, კატეგორიული წინააღმდეგი არის რუსული საზოგადოება და კრემლთან დაახლოებული რაღაც ჯგუფები რა. იძახიან რომ გვატყუებენ, უბრალოდ დროის მოგება უნდათ. ეხლა თუ დღეში არიანო რა. ხო და ეს დრო უნდა თუ გამოიყენონ, რომ გააძლიერონ კიდე უკრაინა და მერე ისევ გაგრძელდება ომი მოგვიწევსო და არა კატეგორიულად არაო. ეხლა კარგად მიგვის საქმეები მივაწვეთ ბოლომდე. ხო, რამდენად აქვთ ეხლა ზემოქმედება პუტინზე ამ ჯგუფებს არ ვიცი და რის მიხედვით იღებს პუტინი გადაწყვეტილებებს, მაგრამ ესეთი აზრი რუსულ პაბლიკებში დომინირებს რა. რომ არ გავჩერდეთ, ეხლა გაჩერება არ შეიძლება. ხო, აი ესეთი ამბებია რა მოკლედ.